როგორი მოსიყვარულე, როგორი მიმტევებელი თვალებით შეხედავდა უფალს, პეტრეს. საყვედურნარევი, მაგრამ მოსიყვარულე და მიმტევებელი. და რა დაემართებოდა პეტრეს და წერია კიდევაც, გვეუბნება მუსიკული, გავიდა გარეთ და ტიროდა მწარედ. მერე რა ხდება იცით? ეხლა მოდი გავადევნოთ თვალი პეტრეს და იუდას როგორ ვითარდება მათი ცხოვრება. ამ დაცემის შემდეგ. შევთანხმდეთ, მოდი ორივე დაეცა. ამ განსაცდელის შედეგად განსაცდელისა, რომელიც იმისთვის დაეშვა, რომ ისინი გადარჩენილიყვნენ, ორივენი და არ გეგონოთ ერთი წუთი და ერთი წამით, რომ იუდა განწირული ყავდა უფალს, ზოგს გონია ხოლმე ეს რაღაც შეცდომით, ეს ფატალისტური აზროვნების მიმდევრები ვინც არიან, ესე არ არის. იუდას ყველაფერი გაუკეთა უფალმა, რომ გადარჩენილიყო, მაგრამ აი სწორედ იუდა გახლავთ მაგალითი კლასიკური იმისა, რომ შეიძლება ღმერთმა ყველაფერი გააკეთოს შენთვის. შენთვის მოკვდეს, საკუთარი სისხლი და ხორცი გაჭამოს, მაგრამ შენ მაინც ვერ გადარჩენ. თუ კი შენ ის არჩევანი არ გააკეთე, რომელიც საჭიროა, თუ კი შენ არ დამდაბლდი და მადლიერება არ გაგიჩნდა ღმერთის მიმართ. უფალმა ყველაფერი გააკეთა მისთვის. და ეს განსაცდელიც კიდევ ერთხელ გეუბნები, დაეშვა მის თავს, მიუშვა თავის ნებაზე უფალმა იუდას და პეტრეც. და რა ხდება? მოდი ვნახოთ, ორივემ დაინახა თავისი არარაობა. ორივემ დაინახა რა მდგომარეობაში ჩავარდა ღმერთის გარეშე. ორივემ აღმოაჩინა, რომ თურმე არარაობა ყოფილა ღმერთის გარეშე. რაღაცა ეგონათ საკუთარი თავი ცალკე პეტრეს, იმიტომ რომ მოციქულთა თავად იყო უფლისაგან ნაღიარები იმ თავითვე და ყველაზე ტემპერამენტული იყო და ისეთი ლიდერის თვისებებით გამოირჩეოდა და ყოველთვის თვითონ იყო ისეთი წამყვანი მოციქულებში, როცა უფალი შეკითხებს უსავს, ყოველთვის პეტრე პასუხობს ყველა მოციქულის მაგივრად. და რა თქმა უნდა, მას ჰქონდა საკუთარ თავზე რაღაც გარკვეული წარმოდგენა, იმიტომაც იყო, რომ აი ეს ამბიციურად ეუბნება უფალს, რომ მე აი ყველამ რო გიღალატოსო, თან ნახეთ, აი ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი, რომ სხვა მოციქულებს თავისთავად გადააჭარბა, ეს იყო ყველაზე უფრო კაფიო გამოხატულება მისი ამ პარტავნებისა. ყველამ რო გიღალატოსო, ანუ ისინი დანარჩენები გაწირა, დანარჩენი მოციქულები. იმათზე დაუშვა, რომ შეიძლება იმათ უარეხოთ უფალი. მე არ გიღალატე. გამიჯნა საკუთარი თავი, რაღაც კვართლებზე დადგა და ზემოდან გადახედა დანარჩენ მოციქულებს. აი ეს იყო მისი უმთავრესი შეცდომა. იმიტომაც არის, რომ უფალი მერე ეკითხება, რომ სიმონ იონაისო, გიყვარმეა უფრო ის ამათსავ. კიდე იმ აზრზე ხარო, რომ ამათზე მეტად გიყვარვარო? და პეტრე მერე უკვე თავჩაღუნული ზის და ეუბნება, რომ უკვე თავის თავიდან კი აღარ აზროვნებს. და თვითონ კი არ ეუბნება რიხიანად, რომ კი როგორ არ მიყვარხარ და შენი გულისთვის თავგავწე არა. შენიცი უფალო რომ მიყვარხარო მეო. ნახე? მე რაც ვიცოდი, იმაში მოვტყუდიო. და მე ჩემ თავს აღარ ვენდობიო. შენ გენდობი. და მე ვიცი რომ შენიცი რომ მიყვარხარ. მე შენს ცოდნას ვენდობი უფალო. სამჯერ კითხავს. აი როგორ სამჯერ უარყო. ისე სამჯერ ხელახლა აღიარებინებს მის სიყვარულს და სამჯერ ჩააბარებს და ამ წყსენ ცხოვარნი ჩემი გიყვარვარ, აი ჩემი სიყვარული გამოხატე იმით, რომ ჩემ ცხვრებს მიხედე, ჩემ სამწყსოს მოუვარ. თუ გიყვარვარ და ამით დავინახავ მე შენ სიყვარულს. და მოდი შევადაროთ ახლა ერთმანეთს. იუდას მდგომარეობა და პეტრეს მდგომარეობა. რა ხდება იუდას შემთხვევაში, რა ხდება პეტრეს შემთხვევაში? ორივეს ერთი და იგივე რაღაც დაემართა. ორივე დაეცა ცოდვით. ორივე მიხვდა, რომ არასწორი საქციელი ჩაიდინეს, ორივე მიხვდა, რომ საშინელება დაემართათ და ორივე მიხვდა, რომ არარაობები იყვნენ. პეტრეზე უკვე თქვით, მოდი ახლა იუდაზე გავამახვილოთ. რას აკეთებს იუდა? იუდა მიდის და 70 ვერცხლს, რომელიც მიიღო მდელთავრებისაგან, უბრუნებს უკან, ისინი ხელიდან არ ართმევენ და დაყრის პირდაპირ ტაძარში. მართალის სისხლის საფასურიაო ესო, ამიტომ მე ამას ვერ ავიღებო. მართალი კაცი მოგეცითო თქვენო განსაჯელოთ, ანუ მიხვდა, რომ არასწორად მოიქცა. ბოლომდე ამხილა სინდისმა. ბოლომდე გაიგო. მაგრამ რა ხდება? პეტრემას ბოლომდე გაიგო. მაგრამ ნახეთ, ერთი გადარჩა, კვლავ მოციქულობის ხარისხში დაბრუნდა, დავით წინასწარმეტყველივით.
პეტრეს შემთხვევაში ამ განსაცდელმა ის კიდევ უფრო მაღალ სულიერ საფეხურზე აიყვანა და მეორე წარწმიდა რა არის ამის მიზეზი აი ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი რომ ეს გავიაზროთ ეხლა კარგად თითოეულმა ჩვენთაგან ნახეთ ერთი და იგივე მდგომარეობაში მყოფმა გარეგნულად ერთი და იგივე მდგომარეობაში მყოფნა პეტრემ და იუდამ სხვადასხვა გზა აირჩიეს შემდგომი განვითარების პეტრე დამდაბლდა და რას ნიშნავს დამდაბლება ნახეთ ხალხო პეტრემ გაუსწორა თვალი იმ რეალობას რომ არარაობა იყო ეს არ არის ადვილი ეს სიკვდილის ტოლფასია პირდაპირ გაგებით გეუბნებით უფრო მეცაც გეტყვით ხორციელი სიკვდილი ხშირ შემთხვევაში უფრო იოლია ვიდრე აი ეს საკუთარი თავის უარყოფა აი ეს ამას სულიერი სიკვდილი ქვია უნდა კარგი გაგებით ცოდვაში როცა ყვდები ადამიანი შენ რომ შენი ამპარტავანი მე უარყო ეს სიკვდილის ტოლფასია ხალხო და ხორციელ სიკვდილზე უფრო რთულია და ძნელია დამიჯერეთ მე თქვენ მე ვიცი მეთქი ჩემი გამოცდილებით და იმიტომ გეუბნები და ალბათ ზოგიერთ თქვენთაგანსაც განგიცდიეთ მაგრამ პეტრემ ეს გააკეთა აი ეს არის ყველაზე დიდი ვაჟკაცობა რაც კი შეიძლება ადამიანმა გააკეთოს პეტრემ გაუსწორა თვალი იმ რეალობას პეტრემ მიიღო ეს რეალობა რომ არარაობა იყო ღმერთის გარეშე და ღმერთო მიშვილი ღმერთო რა კაცი ყოფილო რა უსუსტესი ყოფილო მე რო რაღაცა მეგონა ჩემი თავი თურმე რა საშინელი ადამიანი ყოფილო სხვებს რო ვაჭარბებდი ჩემ თავს ყველაზე უარესი მე ყოფილო ღმერთო არაფრის შემძლე არაფრის გამკეთებელი მომეცი ხელი ამ მომიყვანე ამ ჭაობიდან გადამარჩინე მიშველი უფალო და გადარჩა იმიტომ რომ ღმერთი ამას ელოდება შენგან უფალო შენი წყალის ელოდება მიშველეს ელოდება ეს არის განსაცდელის არსი ნებისმიერი განსაცდელის არაცა უნდა დაეშვა შენს თავს და რას აკეთებს იუდა და ანუ აქ წინდა-წინვე გეტყვით კიდევ ერთხელ იმას რომ განსაცდელი რომელიც უფლისაგან ეშვება ამა თუ იმ ადამიანზე მის საცხოვნებლად და გადასარჩენად და გულს მოსაყვანად სამწუხაროდ ყოველთვის ვერ აღწევს თავის მიზანს რისი კლასიკური მაგალითიც გახლავთ იუდა ანუ იუდასაც იგივე დაემართა ანუ იუდასაც ზუსტად იგივე ემართა რომ მასაც გაესწორებინა თვალი ამ რეალობისათვის რომ არარაობა ყოფილა ანგარებიანი ყოფილა პარავი ყოფილა და ქურდი იცით თქვენ ხო წერს პირდაპირ მოციქული რომ ქურდიდან პარავი იყო და ის გვადრუციო ანუ ის შესაწირავი ყუთი მას ქონდა ჩაბარებული ანუ მათი შემოსავალი ეს იყო უფლის და მისი მოწაფეების რომ ადამიანები კეთილი გულით რასაც წირავდნენ მათ იმას ინაწილებდნენ მაგრამ იქიდან ყიდულობდნენ წაჭმელს სასმელს და რა ვიცი ასე შემდეგ ტანსაცმელს ხო და ამას ყველაფერს განაგებდა იუდა იყო ბუღალტერი მაგრამ ქურდი იყო და არავი იყო იმიტომაც არის რომ როდესაც ლაზარეს სახლში მარია მაგდალინელი გატეხავს ნელსაცხებელს ძვირად ღირებულს 300 დრაკანის ღირებულების მქონე ნელსაცხებელს და უფლის ფეხებს დააბანს იმ ნელსაცხებელი და თავისი თმები წარხოცავს იუდა იძახის რომ რა საჭირო იყო კაცო ესეთი ძვირფასი ნელსაცხებელის გატეხვაო და დათხევაო ალბათ გულში იფიქრა ერთი კაცის ფეხების დასაბანათო რა როცაო და თარითი ამართლებს ამას ნახეთ ანუ ამას მარტო კი არ ფიქრობს ხმა მაღლა იტყვის სხვების გასაგები რო ხო შეიძლებაო გაგვეყიდაო ჩვენო ეს ნელსაცხებელო და 300 დრაკანი ძალიან დიდი ფული იყო და ძალიან ბევრ ადამიანს დაახმარებოდითო გაჭირებულებსო და მოციქული ამბობს პირდაპირ რა რომ გაჭირებულები კი არ ადარდებდაო იმას სულ არ აინტერესებდაო გაჭირებულები ქურდიდან პარავი იყო და იმას თუ გაყიდიდენო და ის ფული თუ ჩავიდოდაო ძალიან ბევრი ფულის აღებას შეძლებდაო თვითონო სათავისოდ ეს ადარდებდა და ხო შეეძლო იუდას დაენახა ეს ყველაფერი რომ ღმერთო
თურმე რა საშინელი ადამიანი ყოფილა, თურმე რისთვის ყოფილა, მე უფალთან რა მართავდა, რა მომძრავებდა მე. ანგარებიანი ვერცხლის მოყვარე ყოფილა. უგულისხმო განკითხველი გულში როგორ განვიკითხავდი დანარჩენ მოციქულებს უფალსაც. და ხო შეიძლება როცა მართლა დაინახა რომ მართალი ადამიანი მისცა, რასაც აღიარებს კიდევაც რომ დაფიქრებული ხო რომ ღმერთო მიშველი. მე მწამს უფალო რომ შენ შეგიძლია ჩემი შველა, მაგრამ არა. აი ნახეთ აი ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაცას გეუბნებით ეხლა რაც არის აი არსებითი და განსაზღვრული და ეს მინდა რომ კარგად გაიაზროთ და გაიგოთ. ნახეთ იუდა ვერ იღებს. იუდა ვერ უსწორებს თვალს ამ რეალობას რომ არარაობა. ნახეთ აი რაც გითხარით იუდა ვერ მოკვდა თავის ამპარტავნებაში. და თავის ამპარტავნებაში სიკვდილს ფიზიკური სიკვდილი არჩია. ვერაფრით ვერ შეუნდო თავის თავს. ვერაფრით ვერ აპატია თავის თავს მე იუდას დამემართა ესეთი რაღაცა. მე როგორ დამემართა ალბათ გახსენდება ზოგიერთ თქვენთაგანს ხო? ხშირად ყოფილა ჩვენ შემთხვევაში რა რომ აი რაღაცა რომ დაგვემართება, აი მე არ უნდა დამმართნოდე. რატო არ უნდა დამმართნოდე? ვიზე უკეთესი ხარ. დავით წინასწარმეტყველს თუ დაემართა, პეტრეს თუ დაემართა, პავლეს თუ დაემართა, შენ რატო არ უნდა დამმართნოდე? აი ადამიანის ქედმაღლობა. ყოყლჩინო მე არ უნდა დამმართნოდე. ვინ ახარ? არაფერი არ ახარ. და ამას გაჩვენენ ზუსტად ღმერთი ამ განსასწრელი. აი შეიძლება ყველას მოსულდა, მაგრამ მე არ უნდა მომსულდა. მე როგორ დამემართა, აი ჩემ თავს ვერ პატიობ, როგორ დამემართა. აი ზუსტადაც რომ უნდა აპატიო. ოღონდ აპატიო არა იმ გაგებით, რომ გააუბრალო შენს მიერ ჩადენილი დანაშაული. არამედ აპატიო იმ გაგებით, რომ აი შეუნდო შენს თავს და მიხვდე და მიიღო ეს რეალობა, რომ არარაობა ხარ. ეს გახლავთ ჩემო ძვირფასებო განსასწრელის მიზანი, რომელიც ეშვება ადამიანის თავს. აი აქედან უნდა გაცოცხლდეს და აქედან უნდა წამოვიდეს ადამიანი კვლავ ღვთისკენ. აი ამ დროს ცოცხლდება ადამიანი, ამ დროს რეალურად აღიქვას უკვე საკუთარ თავს და ნახეთ რა ხდება მერე. დავით წინასწარმეტყველი გავიხსენოთ ისე ნახეთ. რა სამოს დავით წინასწარმეტყველი 51 ფსალმში, აი სწორედ იმ დაცემის შემდეგ. ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემს არს მარადისო. ნახეთ. მეტი განსასწრელი დავით აღარ დაჭიროებია. თუმცა ხშირ შემთხვევაში მრავლობითი განსასწრელიც კი ჭირდება ხოლმე ადამიანს. მაგრამ დავითს მეტი აღარ დაჭიროებია. იცით რატო? იმიტომ რომ ცოდვაი მის წინაშე იყო მარადის. ეს რას ნიშნავს იცით? არასოდეს აღარ დაავიწყდა ის თავის მიერ ჩადენილი ცოდვა. და ის ცოდვა და ის ცოდვილობის განცდა და არარაობის განცდა მას უკვე აღარ ტოვებდა არასოდეს. და ყოველთვის ხვდებოდა და ყოველთვის ანუ მას კიდევ ბევრჯერ შეექმნა რა თქმა უნდა ცხოვრების განმავლობაში ისეთი შესაძლებლობა რომ კვლავ გამდიდებულიყო საკუთარ თავში, კვლავ ამპარტავნებაში ჩავარდნილიყო, ძალიან ბევრი უკრავდა ტაშს, ძალიან ბევრი აღიარებდა, ყველაზე ძლევამოსილი ადამიანი გახდა. ყველაზე ძლევამოსილი და აღიარებული და პატივდებული მეფე, ფსალმუნების ავტორი, სულიწმინდა ხურში ელაპარაკებოდა. ძალიან ბევრი მიზეზი ჰქონდა მას შემდგომაც კვლავ რომ დამტკბარიყო საკუთარი თავი და ამპარტავნებაში ჩავარდნილიყო, მაგრამ არა. იმიტომ რომ სულ ახსოვდა თავისი თავი, თავისი რეალობა და უკვე აღარ იღებდა ადამიანებისაგან იმ ქებას და დიდებას. დავით მეფე ხალხო, თქვენ იცით რომ დღესაც შენ თუ გინდა რომ ებრაელს კომპლიმენტი უთხრა, უნდა უთხრა რომ შენ ჭეშმარიტი დავით მეფის თავმავალი ხარ. და შეიძლება ერთიურად გაიზარდოს სიმაღლეში, ისე გაეხარდეს. ყველაზე სათაყვანებელი ვინმეა წმინდანთა შორის დავით მეფე ებრაელებისთვის. ესეთი დავითი ამბობს ამას. და ნახეთ, აი მოდი კიდევ ერთხელ ახლა შევაჯამებ უკვე. ასე ვთქვათ, კიდევ ერთხელ გეუბნებით, ახლა ეს იმდენად უზარმაზარი თემაა, ეს განსასწრელის თემა, ხო გეუბნებით მაცხოვნებელი და გადამრჩენელი ადამიანისთვის, მაგრამ აი კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ის ორი განსასწრელი შინაგანი, ცოდვის მიერი
რომელზეც ვევედრებით უფალს რომ შემიყვანებ განსაცდელსა რომ მიხსენი უფალო ცოდვებისაგან მიხსენი ჩემი შინაგანი ცოდვისმიერი განსაცდელისაგან და განსაცდელი მეორე გარედან მოსული უფლის დაშვებით რომელიც ეშვება ისევ და ისევ იმისთვის როგორც გითხარით რომ ადამიანმა თავისი შინაგანი განსაცდელი დაცლიოს უპირველეს ყოვლისა დაინახოს სინამდვილე რეალური თვალი აეხილოს მას დაინახოს საკუთარი თავის სინამდვილეში როგორია თავის სოდვილიანობა შეაფასოს სწორად თავისი არარაობა განიცადოს ნახეთ თვითონ სიტყვა განსაცდელს დაუკვირდით რა ლამაზი სიტყვა და რა კარგი რას ნიშნავს განსაცდელი ის რაც მანამდე თეორიულად იცოდი რომ განიცადო იგრძნო ის რაც იობმა გააკეთა ხო მანამდე თეორიულად იცოდა ღმერთის შესახებ მაგრამ აი იმ განსაცდელის შემდეგ უკვე განიცადა ის ყველაფერი შემოვიდა უკვე მის ცხოვრებაში ბოლომდე და კიდევ ერთხელ გეუბნებით ღირსეულად მადლიერები და სიმდაბლით სწორად გადალახული განსაცდელი ადამიანს სულიერად ამაღლებს ახალ სულიერ საფეხურს და კიდევ უფრო აწინაურებს უფალთ თუმცა მოდი კიდევ ერთხელ ვთქვათ მე ბევრი მინახავს ესეთი შემთხვევებით სამწუხაროდ როდესაც განსაცდელი ადამიანს აბოროტებს როგორ ადამიანს აპარტამონ და კეთმაღალ ადამიანს რომელსაც ვერაფრით ვერ წარმოუდგენია მას რატო დაემართა ესეთი რაღაცა როცა ირგვლივ ამდენი ბოროტმოქმედი ადამიანი არიან და ისინი არ ისჯებიან მას რატო დაემართა ეს რატო დაისაჯა ვერ ხვდება ბრმა არის ვერ აუხილა იმ განსაცდელმა თვალი ვერ დაანახა საკუთარი თავი და სხვა ადამიანებს ადარებს საკუთარ თავს და ამ დროს ერთადერთი ვისაც უნდა შეადაროს საკუთარი თავი მთელი ცხოვრების განმავლობაში ისევ შენს თავს ერთადერთი ვისაც უნდა აჯობო ისევ შენს თავს ერთადერთი ვიზე უკეთესიც უნდა გახდე მთელი ცხოვრების განმავლობაში შენ საკუთარ თავზე როგორიც დღეს ხარ ხვალე ამაზე ბევრად უკეთესი უნდა გახდე თანდო შენ გახარ და ვიღაცებს ადარებ თავს რომ აი ის ნახე რა კარგად არის როგორი ბოროტმოქმედია ესეთი არა ნახე არაფერი არ აკლია და მე ესეთ კეთილ ადამიანს ესეთ საყვარელს შეიძლება ამდენი განსაცდელი მქონდეს სად ახარ ღმერთო სად არის ღმერთო შენი სამართალი ეს იცით რა ტრაგიკული მდგომარეობაა საშინელი მდგომარეობაა ჩემო ძვირფასებო ღმერთმა დაიფაროს ყოველი ადამიანი და ყოველი ჩვენთაგანი ამისაგან რომ აი სწორედ ესეთ ადამიანებზე ამბობენ წმინდა მამები რომ რა ეშველება და კიდე გეუბნებით რომ აი საწინდარი გადარჩენისა საწინდარი ცხონებისა საწინდარი უფალთან სიახლოვისა გახლავთ სიმდაბლე საკუთარი არარაობის შეგრძნება სინანული საკუთარი ცოდვების რომელზეც აღმოცენდება აბსოლუტურად ნებისმიერი სათნოება ხსოვნა საკუთარი ცოდვილობის აქედან ვითარდება ადამიანი ნელ-ნელა სულიერად და მორჩილება ავტორიტეტისა მოძღვრისა აი ესეც განსაზღვრელი რაღაცა მე რასაც უყურებ და ვაკვირდები სასულიერო პირებშიც ვაკვირდები ამას სხვათა შორის აი სწორედ ის სასულიერო პირები ცდებიან გზიდან რომლებიც უკვე უავტორიტეტოდ ცხოვრობენ რომლებსაც უკვე სულიერი გამოცდილი მოძღვარი აღარ ყავთ და არავის აღარ უსმენენ და საკუთარი თავის თვითშულებაში არიან სწორედ ესეთ სასულიერო პირებს ძალიან იოლად აცდენს ეშმაკი გზიდან და რა არის ეს აცდენა ისევ და ისევ ხიბლი და ისევ ამპარტავნება ისევ და ისევ რაღაცა ყალბი და სულ წარმოუდგენა საკუთარ თავს თორე ყველა სხვა შემთხვევაში კიდევ ერთხელ გეუბნებით რაც არ უნდა განსაცდელი დაეშვას ადამიანის თავს ფიზიკური ავადმყოფობა იქნება ხორციელი უძღურება იქნება უსაფრთხო დარჩენა იქნება ოჯახის წევრის უდატყოფნა იქნება უსამსახურო დარჩენა იქნება ვალების აკიდება იქნება აი რაც არ უნდა იყოს ხო გარდაცვალება უახლოესი ადამიანის დაახლოების ხო იცოდეთ ჩემო ძვირფასებო ეს ყველაფერი მხოლოდ ადამიანის საცხოვნებლად ხდება ერთადერთი რაც არის საჭირო აქ ამ დროს საჭირო რომ სწორი კუთხიდან შევხედოთ ჩვენ ამ ყველაფერს სწორად გავახილოთ თვალი
და სწორად დავინახოთ და ვიგრძნოთ ღმერთის განგებულება. ღმერთის განგებულების კითხვა ვისწავლოთ, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ საცხოვნებელი და საყურებელია თითოეული ჩვენთაგანისათვის. და ესეთ შემთხვევაში აღმოვაჩინეთ, თუ ყველაფერი რაც ხდება, კარგიც და ერთი შეხებით ცუდიც, მხოლოდ და მხოლოდ საყურებელი და სასიკეთოა ჩვენთვის. და მადლიერებით აივსება ჩვენი გული. ერთიც იცოდეთ, მხოლოდ და მხოლოდ განსაცდელებში და მხოლოდ და მხოლოდ ტკივილებში იზრდება სულიერად ადამიანი. პირადად მე ეს არაერთხელ მithქვავს ხოლმე საჯაროდაც და ისე პირად საუბრებშიც. თუ კი რამე ჩემში კარგია ხალხო, თუ კი თქვენ თუნდაც დღეს და საერთოდ ზოგადად ვინც მე მიცნობთ რამე მოგწონთ ჩემში, ყველაფერი განსაცდელებში და ტკივილებში მაქვს ნასწავლი. გეუბნებით აი სრული პასუხისმგებლობით. ღვთის წინაშე. ყველაფერი განსაცდელებში და ტკივილებში მაქვს ნასწავლი. დალხენილ ცხოვრებაში და უდარდელ ცხოვრებაში სულიერად გაზრდილი ადამიანი მე არ მინახავს. 46 წლის განმავლობაში და ვერც თქვენ ვერ მაჩვენებთ, დამიჯერეთ. ვერ მაჩვენებთ. დალხენილ მდგომარეობაში ადამიანი მხოლოდ და მხოლოდ სულიერად ეშვება, ზულუქდება და უფრო და უფრო ღრმად ეშვება ცოდვის ჭაობში. და საკუთარი სიამოვნებისკენ, ხორციელი სიამოვნებისკენ არის მიდრეკილი. რაც საბოლოო ჯამში აუცილებლად დაღუპვას იწევს. ერთი ექსპერიმენტიც მინდა მოგიყვეთ და ამით უკვე ნამდვილად დავამთავრებ. ძალიან დიდი ხანი უკვე ვსაუბრობთ. ესეთი რაღაცა ექსპერიმენტი ჩაატარეს მე-20 საუკუნის დასაწყისში, თუ სწორად მახსოვს. არ მახსოვს რომელ ქვეყანაში. რო არ მოგატყუდა ეხლა რაღაც პული არ გამომიგდეს. მაგრამ ექსპერიმენტი კარგად მახსოვს. ვირთხებს თუ თაგვებს ზუსტად არ მახსოვს შეუქმნეს იდეალური პირობები. და აინტერესებდათ მათი ქცევა, როგორ იქნებოდა. ესე სამოთხესავით მოუწყვეს მიწიერი რა. შეუქმნეს იდეალური პირობები, თუმცა გადახურული იყო ეს ყველაფერი ესე შუშებით და ზემოდან აგვირდებოდნენ იქ მიწა, თხილები, ორმოები, საჭველი, სასმელი, ტენიანობა, განათება, აბსოლუტურად ყველაფერი ქონდათ იდეალური, აი არაფერი არ აქვს, აი თავს, ვირთხას რაც შეიძლება ჭირდებოდეს თქვა, აი მაქსიმალური, აბსოლუტურად ყველაფერი ქონდათ. წყალი, საჭმელი, ყველაფერი ექიმი წყავდათ. თუ რომელიმე თქვა თავი თუ ვირთხა ავად გახდებოდა, იმას ამოიყვანდნენ, უნაუდან ისეთ გაუშვდნენ. ანუ აი იდეალურზე იდეალური პირობები შეუქმნეს და აინტერესებდათ მათი ქცევა. საოცარი რამე მოხდა ხალხო. შედეგმა მათ მოლოდინს გადააჭამა. დედალმა ვირთხებმა დაიწყეს დედალ ვირთხებთან ხორციელი ურთიერთობა. ეს დევს ინტერნეტში შეიძლება მოიძიოთ ეს ექსპერიმენტი. მამალმა ვირთხებმა დაიწყეს მამალ ვირთხებთან ხორციელი ურთიერთობა. გახდნენ აგრესიულები ერთმანეთის მიმართ და დაჭამეს ერთმანეთი. და რადგან უნდა გამოიტანეს იცით მეცნიერებმა, რომლებიც ეს ექსპერიმენტი ჩაატარეს. რას იწვევს ხორციელი კეთილდღეობა ადამიანებში? ის რომ მათ შეჭირება არ ქონდათ, აი ესეთ მდგომარეობამდე მივიდა. გადახედეთ ევროპის განვითარებულ ქვეყნებს, სკანდინავიის ქვეყნებს, ფინეთი, ნორვეგია. ნახეთ რა ხდება ხალხო. 3-4 წლის წინანდელ ამბავს გეუბნებით. ნორვეგიაში პარლამენტში განსახილველად შეიტანეს საკითხი ინცესტის დაკარგვის შესახებ. ანუ აქ იმაზე კი აღარ იყო საუბარი ინცესტის. ანუ ვინც არ იცით, ეს ნიშნავს ოჯახის წევრებს შორის ხორციელ ურთიერთობას, სექსუალურ ურთიერთობას. დედასა და შვილს შორის, მამასა და შვილს შორის, დასა და ძმას შორის, აი უახლოეს ხორციელ კავშირს. ანუ ესე იგი თურმე ესეც ადამიანის არჩევანი ყოფილა და რატომ უნდა აუკრძალოს, თუ უნდა და თუ ეს იძულებითი არ არის, რატომაც არა. აი ხედავთ სადამდე შეიძლება მივიდეს ადამიანის გარკვეული გონება. თქვენ რატო გონიათ, რა გონიათ, რატომ მოსრა ღმერთმა სოდომი და გომორი? რატომ მოსრა წარღვნით ნოეს დროინდელი კაცობრიობა? იქ უკვე სხვა გამოსავალი აღარ არსებობდა. ბოლომდე გაიყვნენ, ბოლომდე გადაგვარდა ღირებულებები, ფასეულობები. რატომ ხდებოდა რომ საქართველოს ისტორია სავსეა განსაცდელებით? მტრების შემოსევები. ისრაელის ისტორიას ტყუპი ვაშლივით გავს საქართველოს ისტორიას. რატომ?
ღმერთს რო უყვარვართ, იმიტომ ხალხო. აი ამ განსაცდელებით გვაფხიზლებდა სწორედ აი მონღოლების დროინდელი მემატიანე რომ ნახოთ თქვენ, რო წაიგითხოთ ქართლის ცხოვრებაში, ჟამთა აღწერილი ესე აქვს მიწერილი თავის სახელი. ყველაზე პირუთვნელი მემატიანე. რომელიც სწორ ქრისტიანულ ჭრილში ხედავს და აფასებს ისტორიულ მოვლენებს. პირდაპირ აღწერს იქ რა რატო ხდებოდა. იმ ჯავალედინის შემოსევას აღწერს, რატო დაუშვა უფალმა ეს ჩვენს თავს, მიზეზებზე საუბრობს, რომ გაიყუნა ერი, რომ მეფეებიდან წამოვიდა ეს გარყვნილება და იმათმა მისცეს ტონი მერე დანარჩენ ერს. აი მას ყველაფერს აღწერს. აქეთ ახლა გავჩერდებით, თორე შემიძლია ძალიან ბევრი გელაპარაკოთ კიდევ. რაღაცა ზოგადი მონახაზი ხო გავაკეთეთ, აი მე მინდოდა რომ აი განსაცდელის აი არსი რომ რაღაცა მომეტანა თქვენამდე აი რა არის და რისთვის უშვებს. კიდე გეუბნებით ახლა ამას არ ეყოფა საათნახევარი კი არა, მთელი ცხოვრება, იმიტომ მთელი ცხოვრება ეს არის. განსაცდელი და მასთან ურთიერთობის ფორმები ქრისტიანისთვის. ზოგადი არა მამა, ძალიან ჩამდგომია. ძალიან მიხარია თუ კი ესე არის. ჩემო ძვირფასებო, რამოდენიმე შეკითხვას უპასუხებს და ბუდის მოგიხდით, იმიტომ მე გასაქცევი ვარ და აი თუ რამე გაინტერესებს, მკითხეთ და ვისაუბროთ. თუ არა და რა შეკითხვა მაქვს? რა განსხვავება? ზუსტად ვიცოდი რომ შენ გექნებოდა შეკითხვა. რა განსხვავება განსაცდელსა და სასჯელს შორის? საინტერესო შეკითხვაა ძალიან სხვათა შორის. იმიტომ რომ გამომდინარე იქიდან შეიძლება განსაცდელი ხო დაარქვა რაღაცას, თქვა ზოგადად ვიღაცა მესამე პირმან, თქვა თუნდაც უფალმა და დაისაჯოს ადამიანს ეს არ ადეკვატურად გააგრძელოს მაცხოვრება სასჯელის ფონით. ახლა მარტო შემოლაწუნება აი, კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის. ნახე. განსაცდელი და სასჯელი, ნახე რა არის? განსაცდელი ამპარტავანი ადამიანისთვის იგივდება სასჯელთან. და თავდაპირველი ადამიანისთვის უფლის წყალობასთან. ნახე? განსხვავება რა არის? ანუ აი რაც გითხარით, რა, რატო დავისაჯე ღმერთო მე, როცა ამდენი უკეთური ადამიანია გარშემო, ეს არის ამპარტავანი ადამიანის ამოძახილი. რომელიც ვერ ხვდება, რომ ეს სასჯელი კი არ არის წყალობა და მე თქვენ პირდაპირ გეტყვით, ნებისმიერი სასჯელი. ეს იქნება კონკრეტული ადამიანის შემთხვევაში თუ ერის შემთხვევაში, თუნდაც ის ჯალალედინი და არაბები და რუსები და ასე შემდეგ 1000 დამპყრობელი, რომელიც ჩვენ ქვეყანას ყოლია, ქვეყნის თვალსაზრისითაც და პიროვნული თვალსაზრისითაც ყოველი პიროვნების შემთხვევაში, ხო? ის სასჯელი, რომელიც მოდის, თავისი არსით უდიდესი წყალობაა ხალხო. გააჩნია ჩვენ როგორ შევხედავთ ამას. ხო გეუბნები, თუ კი შენ კედმაღალი ხარ და ამპარტავანი ხარ და თუ კი შენ ვერ ჩაწვდი ღმერთის არს და იმას რისთვის დაუშვა უფალმა ეს განსაცდელი შენს თავს, შენ ამას აღიქვამს სასჯელად. მაგრამ შენ თუ ხედავ ეს რისთვის მოგევლინა და რისთვის დაუშვა უფალმა, მაშინ შენთვის უდიდესი წყალობაა და გული გესვევა მადლიერები. მადლობა უფალ, აი გურამ დუჩანაშვილი ყველამ კარგად იცით, ხო ჩვენი გენიოსი მწერალი უსაყვარლესი რა და ჩემი უფროსი მეგობარია და მე ვამაყობ მასთან ურთიერთობით და მასთან მეგობრობით. ადრე რომ მიყვებოდა თავის ცხოვრებას, ხა ფეხი აქვს მოტეხილი ალბათ იცით თქვენ და ძალიან სიკოჭლობით დადის და რამდენჯერმე შესთავაზეს ოპერაცია და პრინციპულად არ თანხდება ოპერაციაზე. იცით რატო? იმიტომ რომ იცის რომ ეს ღმერთის დაშვებით მოხდა. მისი სიმდაბლისთვის. თქვენ რომ გაგიგონიათ რომ ფეხის მოტეხამ ადამიანი გააბედნიერებს, მე გავბედნიერდიო. ვიღაცა გაუბედურდებოდა. დაურჩი კოჭლი, უბედური, საფყარი. მაგრამ ნახეთ როგორ სწორად უყურებს. და ასევე აი ძალიან ბევრი მაგალითია ხო გეუბნებით, მე ყავდა ადამიანი, რომელიც კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელი იყო, ჩემი მეგობარი იყო და ძალიან მოკლედ ყველაფერი გამოვლილი ქონდა რა, აბსოლუტურად რა, აი ყველანაირი საშინელება ჩადენილი ქონდა აბსოლუტურად რა. თუ კი რამის ჩადენა შეიძლება. და ისე იყო, ჯანზე იყო რა, ტახივით იყო, ძალა ქონდა იმისთან, რა, სვავდა. ნარკოტიკზე დამოკიდებული იყო, საშინლად რა, ოჯახი ყავდა გამწარებული, საწყალი დედა, ცოლ-შვილი, მაი ისე დღეში აგდებდა რომ რა გითხრათ რა. განსაკუთრებით როცა სვავდა მაშინ. იმდენად რომ ოჯახი ნატრულობდა ხოლმე რომ ნეტა არ დალიოს და გაიკეთოს. ამ დროს იყო საოცრად გულია. საოცრად მოსიყვარული. აი გულს ამოიღებდა და გაჩუქებდა მოწე. მაგრამ რა გინდა? წყალწაღებული. ჯოჯოხეთის კერძი. პირდაპირ რა.
და რამოდენიმეჯერ გადაარჩინა ღმერთმა. ერთხელ, როდესაც მოსკოვში იყო და იქ რაღაცა თავის კრიმინალურ ამბებში იყო ჩართული, ესეთ შემთხვევა რამდენჯერმე იყო, მაგრამ ერთი იყო მაინც განსაკუთრებულად ნიშანდობლივი, რომ მოკვდა, გაშავდა, ტომარაში ჩადეს და ნომერიც დააწერეს. გვამი ნომერი ესა და ეს. და ტომარაში ჩადებულმა და ზმეიკა შეკრულმა გვამმა უცებ გაფართხალდა რა და გაცოცხლდა. გამოიყვანეს მერე და გადარჩა ისე გაალძელა ისე თავის ცხოვრება. და ნახეთ რაზე გიმახვილებთ ყურადღებას. და ძალიან ბევრჯერ იქ რაღაცა სროლებში და ისე ურთიერთობებში და ძალიან ბევრჯერ ყავდა გადარჩენილი ღმერთი. და ვიღაცას თქვა ეხლა მისი ცხოვრების შემყურე შეიძლება გაკვირვებოდა რომ აი რატო პატრონობს კაცო ეს ღმერთი რატო გადაარჩინა ამდენჯერ ეს ხო ამდენ საშინელებას აკეთებს ამდენ ცოდვას ჩადის მაგრამ რატო იცით მერე უფალმა თავისი მადლმოსილი ხელით დაუშვა მასზე განსაცდელი რაში გამოიხატა ეს განსაცდელი ერთშვენიერ დღეს აღმოაჩინა რომ სჭირდა მეოთხე სტადიის სიმსივნე და რა მოხდა მერე მანამდე რომ არ მისმენდა ხუმე და რომ მასწავლიდა რომ არაკაცკლაო შენ ვარ იცი რას ნიშნავს რომ არაკაცკლა ნიშნავს რომ არაკაცი უნდა მოკლაო აი ესე გამეცინა მე თქვენსავე და კინაღმა გამოვახა მართლა გეუბნები მთელი არსებით ესე ჯერო თქვენ ვარ იცით რას ნიშნავს ხო და წარმოიდგინეთ ესეთი და არ მისმენდა ხუმე რა ეხლა ყოველთვის ეხლა პატივისცემა და სიყვარული ქონდა ერთმანეთს, მაგრამ არ მისმენდა და აი ეს ამბავი და აი მართა მე როგორ მომისმინა იცი. პატარა ბავშვი და ღრუბელივით იწოდა, რასაც ველაპარაკებით. და რომ კითხა ბიჭო, გონე ყდები, კი მეთქი, ყდები მეთქი რა ვთქვა. მაგას ეგონა ეხა ვეთქი შენ რა მოკლავს და რას ლაპარაკობდა. ყდები მეთქი. ხო და იცოდე მეთქი რომ ეს უსარმაზარი წყალობაა მეთქი ხა, მერტმა რა ჩენზე დაუშვოთ. რომ დაგაფიქროს მეთქი და შეგანანებინოს ყოველ მართლა უთხრა უჩკვიანესი ადამიანი და დაფიქრდა საოცარი სინანული დაეუფლა ძალიან მალე მოუხუბო ამზე დაავადება იმიტომ რომ ძალიან ბოლომდე მოდებული ქონდა ორი თვეს ვერ გაკაჩა თუ სწორად მახსოვს რა და რაღაც პერიოდის მერე მოითხოვა რომ გადამიყვანეთო თავის რეგიონში საიდანაც იყო იქ მინდა რომ ჩემს სახში მოვიდო ბოლო ორი კვირა თუ 10 დღე ექიმის მიერ გამოწერილ ნარკოტიკსაც არ იღებდა ტკივილ გამაყუჩებლად მე იმდენად საშინელი ცოდილი ვარ და იმდენად ნაძილალა ვარ და აი ამითიო იმდენი ადამიანი ყავს აღუპული და იმდენი ადამიანი და ჩემი ოჯახის წევრები პირველ რიგში გამწარებული რომ მე ღირსი ვარ რომ ეს ტკივილები დავითვინო ჯოჯოხე თუ ტკივილებს ითმენდა ექიმისაგან ქონდა გამოწერილი მორფინი და უარი თქვა. ყოველ დღეს საგალობლებს უსმენდა სულ მუდმივად. ბოდიშებს უხდიდა ყველას, დედას ხელებს უკოცნიდა. დედას, რომელსაც ჩემი თანდასწრებით უნატრია, რომ ნეტა მოკვდეს და იმანაც დაისვენოს და ჩვენს დავისვენოთ. ისე დონემდე რომ მიიყვან დედას წარმოიდგინე, რომ შენი სიკვდილი ინათოს. ცოლს, რომელსაც ამწარებდა, სცემდა ხელებს უკოცნიდა, ბოდიშებს უხდიდა, წრემლებით ურეკავდა ადამიანებს ტელეფონით, ვინც კი გამწარებული ყავდა და ვინც კი ნაწყენი ყავდა, ყველას ბოდიშებს უხდიდა. ახსარებაზე ამბობდა, ყოველ მეორე დღეს ეზიარებოდა. განწმენდილი წმინდანი წაიყვანა ღმერთმა ამ ქვეყნიდან. ეხლა მე თქვენ გეკითხები, სიმსივნე ყოფილა თუ არა ღმერთის წყალობა? სასჯელი იყო? თუ წყალობა იყო? ეხლა ადრე თუ გვიან ხო მოკვდებოდა აუცილებლად, ხო? და აგერ ამდენჯერ გადაარჩინა აშკარა სიკვდილს ღმერთმა, აშკარა ჯოჯოხეთს ვერ ხვდებოდა. მაგრამ აი იმ განსაცდელმა დაამთავრა, გულს მოიყვანა, დააფიქრა, სინანული მოგვარა, განწმინდა და აცხონა. აი მას გეტყვით სრული პასუხისგებლობით. რომ აცხონა ღმერთმა. ნახეთ როგორ არის. ასე რომ იცოდეთ რომ ნებისმიერი სასჯელი მე სიტყვა სასჯელს ფაქტიურად არ ვიყენებ რა. რომელიც განსაცდელის სახით ვლინდება ყოველთვის. თავისი არსით არის წყალობა. ჯალალედინი იყო თუ არა სასჯელი? ესე რომ შევხედოთ ეხა ხურციელ, რა თქმა უნდა, უდიდესი სასჯელი იყო. სასაკლაო მოაწყო, არნახული სასაკლაო მოაწყო თბილისში. მაგრამ ერისთვის იყო თუ არა წყალობა?
ღმერთის ხელში ღმერთმა მათ რახად გამოიყენა ჯალალედინი, რომ ჩვენ გამოვიფხიზლებინათ. 100,000 მოწამე შეემატა იმ დღეს ქართულ წმინდანთა დას და ერი გამოფხიზლდა, გონს მოეგო. თუ ხორციელი კუთხიდან შევხედავ, უდიდესი საშინელება დატრიალდა იმ დღეს. და უდიდესი საჯელი იყო, მაგრამ თუ სულიერი კუთხიდან შევხედავ, ამხელო წყალობა და მადლი იყო. ის ადამიანები, ვინც იმ დღეს თავი დადო იმ 100,000-მა ქართულ მოწამე. თქვენ იცოდეთ, რომ უმრავლესობა მათგანი ცოდვის მორევში იყვნენ, ჩაძირულები. მაგრამ იმ დღეს, როდესაც არჩევანი დაუდგათ, ქრისტესთვის დაედოთ თავი. თუ თავიანთ ცოდვაში მომკვდარიყვნენ, ქრისტესთვის თავდადება ამჯობინეს. გადაარჩინა თუ არა ღმერთმა ისინი? იყო თუ არა ეს უზარმაზარი წყალობა მათზე? ფიზიკურად მოკვდნენ, კი, თავი მოაჭრეს. ამიტომ გეუბნებით, რომ აი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, საიდან უყურებს, რა კუთხით უყურებს ადამიანი თავის ცხოვრებას. სულიერი თვალით იყურება და ხორციელი თვალით იყურება. სულიერი თვალით თუ შეხედავ, ღმერთის მადლიერებით აივსები და ყველაფერი რაც არ უნდა მოხდეს შენ ცხოვრებაში, იცი რომ შენ სასიკეთოდ ხდება, გწამს, გჯერა, ღმერთის სიყვარულს გზნობ და ყოველი განსაცდელის მერე კიდევ უფრო და უფრო მეტად გზნობ ამ ყველაფერს. და თუ ხორციელი თვალით შეხედავ, ვერ ხედავ ამას ყველაფერს, მხოლოდ და მხოლოდ სასჯელს ხედავ და ბოროტდები დროთა განმავლობაში, იმიტომ რომ შენ გონია, რომ შენ ამ სასჯელს არ ემსახურებ. ესე ხდება. ასეთ სწორად ახსნილი პასუხი ცხოვრებაში არ მომისმენია მამა, მადლობა ამის. აიხარა ჩემო. მადლობა. ბატონო? რა თქმა უნდა. გასაკვირველი. კი. ესე არის ჩემო კო. შოთა გამოვირჩევა ეგეთი მოკლე სიბრძნეებით ზოგადად. იმიტომ უწოდებენ ვეფხისტყაოსანს, სახარებას, ლექსათქმულს. ჩემო კეთილო ადამიანებო. მოდი დაგემშვიდობებით, კაცით, იმიტომ რომ ხა ცოტა ჩქარო. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის თქვენს და რა ვიცი. თუ თქვენს მოგეწონათ ეს ყველაფერი ძალიან კარგი და